მოგესალმებით. დღეს არის 15 ოქტომბერი. ვაგრძელებ იმ ვიდეოების სერიას, რაც დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყე, სადაც რასადროდის სპორტული რასადროდის კითხვებს ვთამაშობ და განვიხილავთ ამ მცირე კომენტარებსაც ვაკეთებ. დღესაც ერთ-ერთ პირველ ლიგას ვითამაშებ, მაგრამ სანამ ვითამაშებ 1-2 მცირე შესავალს გავაკეთებ მოკლედ. პირველ რიგში ჩემთან მოულოდნელად ბოლო ვიდეომ დააგროვა იმაზე მეტი ნახვა ვიდრე ველოდი და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა უთხრა, ვინც რამე საინტერესო ნახა ამ ვიდეოში და მოიცალა სანახავად, იმიტომ რომ არც ისე პატარა ვიდეო იყო და გამოჩნდა რომ ხალხი არის დაინტერესებული რაღაც ამ კუთხით, რა სპორტული და ზოგადად რასადროდის კონტენტით YouTube არხზე და უყურებს და ამიტომაც არ ვიცი, მე გავაგრძელებ თუ სხვა გააგრძელებს, ვინც გააგრძელებს, იმას დავეხმარები. ესე რომ ესეთი კონტენტი შეიქმნას და იყოს YouTube-ზე რა. ხოლმე ზუსტად არ ვიცი, ამ წლის ბოლომდე ალბათ დავამთავრებ ამას და მე არ ვიცი, ვნახოთ. და მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა იმ ხალხს, ვინც ნახა. მეორე ნაწილი ისევ ძველ იმას დავუბრუნდი ვიზუალს, სამწუხაროდ ამ პაკეტის ატვირთავ თხოვეთ ჩემ მეგობარს და ვერ ატვირთა, დასარგებელ მასალებზე შეიქმნა რაღაც პრობლემა და იმას გავასწორებ და ასევე იმ პროექტთან დაკავშირებით როდესაც რაღაც ბაზის შექმნას რო ცდილობდი წინა ვიდეოში ვინც ნახა, ის პროექტიც ერთმა ორმა ადამიანმა დააკომენტარა GitHub-ის რეპოზიტორი და შესახებ და კონტრიბუცია რამდენად შეუძლიათ. ხო, რა თქმა უნდა, ეგ სასახად საჯარო გახდება და ყველა შეიძლება კონტრიბუცია, უბრალოდ არ მინდა რომ ეგ პროცესი ქაოტური იყოს, რა კარგად მინდა იყოს ორგანიზებული, რომ ბოლომდე მივიდეს კარგად, ამიტომაც მაგას როგორც კი დავალაგებ რაღაც ნაბიჯებს, მაშინვე ეგ ორივე რეპოზიტორი გახდება საჯარო და ყველა შეიძლება კონტრიბუცია, ყველა დაინტერესებულ ადამიანს და ეგეც სავარაუდოდ ახალ წლიდან იქნება. სტუმრის მოწვევაზეც იყო ეს ასევე კომენტარი და მეც ვფიქრობ, რომ სტუმართან ერთად გაცლებით საინტერესო იქნება, უბრალოდ ეს არის პირველი ლიგა და ბევრს ალბათ ნათამაშები აქვს უკვე და ბევრმა იცის უკვე, ბევრმა ნახა და შეიძლება კიდევ რამდენიმე ადამიანის მოწვევა ამ პაკეტის სათამაშოდ და განსახილველად ცოტა ოვერქილი იყოს. 28 დეკემბერს არის ორი საავტორო ტურნირი F5 და ანტისაბჭოთა ტურნირი, ასე ქვია, რომელიც საკმაოდ რთული და საინტერესო ტურნირი უნდა იყოს წესით და მაგ დროისთვის, ანუ 28 დეკემბერს, რის მერე, როდესაც გასაჯაროვდება ეგ პაკეტები, მაგ დროს ვფიქრობ, რომ ვიღაც რამდენიმე ადამიანი თუ გამოიწვიო და ვისაც არ იქნება ნათამაშები და იმათთან ერთად ვითამაშო. პრინციპში სულ ეს არის, კიდევ მგონი რაღაც თქმა მინდოდა, მაგრამ გამომჩა და ტრადიციულად ტაიმერს ჩავრთავ ვითამაშებ და ვნახოთ რა გამოვა რა. როგორც წესი საინტერესო რედაქტორები ყავს და საინტერესო პაკეტი უნდა იყოს. მოკლედ დავიწყოთ. დღეს შედარებით დასვენებული ვარ, ასე ვთქვათ, და ვნახოთ რა გამოვა. გავიაროთ ერთად. პირველი ლიგა, ტური მეხუთე, 14 დეკემბერს ჩატარდა 2025 წელს. ავტორ-რედაქტორები, ხო იწერება, ერთი შევხედო, კი იწერება. ლევან ჭყონია, ლუკა ქირია, თორნიკე ჩოგოვაძე, ირაკლი შალიბაშვილი და ლუკა ხიზანიშვილი. პირველი შეკითხვა. ერთ ანიმაციაში პერსონაჟს მეხი ეცემა, რის შემდეგაც მისი თავი გადაიქცევა X-ად. სხვა ანიმაციის პერსონაჟი ფიქრის დროს იყენებს ქუდს X-ით. დაასახელეთ X-ი. კარგი, ჩავრთავ დროს. X-ი არ არის ნათქვამი, რამდენიმე სიტყვა. გამოვიცნოთ მეხი ეცემა. მეხი რახან ეცემა რაღაც ცეცხლთან ან ანთებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მე მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს ნატურა, ანუ ნატურა როგორც ფიქრის დროს რაღაც უეცარი აზრი რომ მოგივა, უეცარი ან ჩვეულებრივი აზრი რომ მოგივა, ან ნატურის განათებას ადარებენ, ხო, ეგეთი ხშირად. კიდევ რა შეიძლება იყოს ქუდს X-ით.
ქუდს X-ით რას ნიშნავს? კარგად ვერ ხვდები ქუდს, რომელსაც აქვს X-ის ფორმა თუ ქუდი, რომელშიც დამონტაჟებულია X-ი. ნუ მოდი ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უკეთესი ვერსია არ მომივა. გავაჩერებ და ნატურას დავაფიქსირებ რა. ოკეი. განუხდის შედეგია, მოგესალმებით, კომენტარი ნახვა, განუხდის შედეგია. ხო, ოკეი, ყველაფერი ისე როგორც არის რა. პერსონაჟი ნატურიანი ქუდი საინტერესო როგორია. ხო, ნუ ალბათ რაღაცნაირად დამონტაჟებული აქვს. ანუ ეს მარტივი კითხვა იყო გამხსნელი და ნუ ანთება რაღაც ცეცხლიანი თამაში დაიწყო. რაღაც ეგეთის იდეურ დატვირთვასაც ალბათ ატარებდა და კლეთ საინტერესო იყო. ფილმში მეტალის ხმა ასეთი ბავშვების საკლასო ოთახში შესვლამდე ზრდილობიანი პერსონაჟი რამდენჯერმე ანთებს და აქრობს შუქს. დაწერეთ სიტყვა, რომელიც შევცვალეთ სიტყვით ასეთი. ასეთი მეტალის ხმა. მეტალის ხმა რაზე უნდა მიგვანიშნებს? აზრდილობიანი პერსონაჟი რამდენჯერმე ანთებს და აქრობს შუქს. ამ ბავშვებს რაღაც ამ ხედველობა დაქვეითებული, ან სმენა დაქვეითებული ხომ არ არის ასეთი, მაგას ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად არ უნდა რომ მაგაზე მიანიშნოს და გამოხატოს. შუქის ანთება და ჩაქრობა შეიძლება უფრო ხედველობა დაქვეითებული, მაგრამ შუქს რატო აქრობს მაშინ? მაგით რა ზრდილობას გამოხატავს? არ ვიცი, ამას კარგად ვერ ხვდები. მეტალის ხმა რაღაცაზე მიანიშნებს კიდევ რა. ხო, არ ვიცი, მაინც რაღაცნაირი ხო მგონია, რომ ზრდილობის გამო იქცევა აქ კითხვაში ზუსტად ეგ არის ნათქვამი და იყოს მაინც მხედველობა დაქვეითებული სინათლე. სმენა დაქვეითებული. ხო, ნუ ორი ვერსია მქონდა, ვერავარშე და რატო ხმა, მეტალის ხმა გასაგებია, შუქი ახლა ვნახოთ რა შუაში. სმენა დაკარგული მუსიკოსის შესახებ კარზე კაკუნის ნაცვლად. ნუ აი მას ამათეს ვერ ხვდები, კარზე კაკუნის ნაცვლად რამდენიმეჯერმე ანთებს და ჩააქრობს შუქს. ანუ ხო, პრინციპში, მაგრამ ეს რა შეხმარება? ანუ მაინც ხო დაინახავე, რომ შემოვიდა ისედაც შუქის ანთების და ჩაქრობის გარეშე. თუ უბრალოდ ნუ მოკლედ ალბათ მეტალის ხმა ტყუილად არ იყო ნათქვამ, მაგაზე გავამახვილა ყურადღება, მაგრამ ლოგიკას ვერ ჩავწვდი სამწუხაროდ. ნუ ხო არ ვიცი, ჩემთვის რთული იყო ეს რამდენად. ნუ მოკლედ რა. ნორმალური კითხვა, ნუ მე ვერ გავიგებულობდი უბრალოდ. გებელი მასალა. დაწერეთ ქანდაკების მოკლედ, შემდეგი შეკითხვა ნომერი მესამე, დასარიგებელი მასალა. ფოტოზე გამოსახული ქანდაკება შეკითხვის ავტორმა აეროპორტში ნახა. დაწერეთ ამ ქანდაკების სახელი. ოკეი, რაღაც არსება, რომელიც დაფრინავს. საერთოდ ფრინავი. რომელიმე აეროპორტში რის აეროპორტში შეიძლება იყოს ეს ქანდაკება რა და რა არსება მაგას ვერ ხვდები. მიმინო ხო არ არის უბრალოდ ამ მიმინოში ხო ძროხა გადაყავს ვერტფრენკ და შეიძლება რომელიმე აეროპორტში საქართველოში ამგა თუ საქართველოში ძალიან საქართველოს გარეთ კიდე ფრინავი არსებები რა ვიცით. ამ ძროხას არ მახსოვს რამე სახელი აქვს თუ არა. მიმინო და სხვა არ ვიცი, ანუ სად დაფრინავს რაღაც არსება. ფრინავი ვირები. კიევო.
ეს თუ ვიეს ვირი ხო არ არის ფრინავი ვირები. ოკეი, მოდი ფრინავი ვირები რომელი იტალიური კლუბის სახელია? მიმინო არ მომწონს. იყოს ვერონა, კიევო. არა, იყოს უბრალოდ ფრინავი ვირი, არ ვიცი. ამეც ვერაფერს ვერ დავფიქსირე. პეგასი. ნახევრად ფრენც ხენს, რომელიც ბერძნული პატივსაცემად ოკეი. გასაგებია, არ ვარ ფორმაში. მაგრამ არ ვშავს. ხო, რაღაც არსება რომ მეც დაფრინავს. მაინც და მაინც ხენი როგორ არის, როგორ ატოვნა მიხდი ამას. აეროპორტში რომ ნახავდი და არ გეხმარება ისედაც რაღაცა დაფრინავს მაგაზე მინიშნება არის პირდაპირ და ნახევრად ცხენს, ნახევრად თვითფრინავის ძრავს. ფრინავ ცხენ, რაღაც ფრინავი არის, ბევრია, აქ მაინც და მაინც ცხენზე ვერ გადიხარ, არ ვიცი. ამიტომ სხვა თანაბარზომიერი ვერსია რომ მოვგივიდეს, არ აქვს რამე ხელჩასაჭიდი ფილტრი რო გამოირიცხოს. არა უნდა მოგსვლოდა ალბათ. პეგასი არ ვიცი. ფილმში ასტერიქსი და ობელიქსი მისია კლეოპატრა. ობელიქსი დგას X-ზე და შუბლზე აზრომას ცდილობს. დაწერეთ X-ი ორი სიტყვით, მხოლოდ თიხმოვნის გამოყენებით. ეს ცნობილი სცენაც არის, ეს არის სავარაუდოდ სფინქსის ცხვირი. და მუცხვირს მოტეხავს და ისე უჩნდება. ეს გავაჩერებ და დავაფიქსირებ რა. უბრალოდ ამ თემაზე ბევრჯერ არის გათამაშებული. მაგრამ ის არის ობელიქსი ხო, მისია კლეოპატრა. კლეოპატრა ეგვიპტეზე მინიშნება და რა ვიცი, ცნობილი ფილმია და ლოგიკურადაც შეიძლება რომ ახლა თუ არ იცი არ გქნა ნახი, რაზე შეიძლება დადგეს რაღაც ხეულის ნაწილზე და მე ეგვიპტე უნდა მოწებდე. კლეტეს იყოს. დაახლოებით 1 თვის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა საიუბილეო ტიტულს კიდევ 1 თასი დაამატა. სიმბოლურია, რომ თასთან გადაღებულ ფოტოებში ჯოკოვიჩი ბოქსიორებთან ერთადაა აღბეჭდილი. დაწერეთ სიტყვა, რომელიც სხვა ტექსტში სხვა სიტყვით შევცვალეთ. სავარაუდოდ ბოქსიორები. ბოქსიორები სხვა ჯიში ძაღლის. მგონი ამასე ტიტული მოიგო 1000-იანი ან მეტი. მგონი 1000-იანი მასტერსი მოიგო. შეიძლება თუ 100 კიდევ ერთი დავუმატა 101 რაღაც ასოცირებული ძაღლის ჯიში, სავარაუდოდ დალმატინელებთან ერთად აღბეჭდილი. ბოქსი ერთი რომ სპორტის სახეობა და მეორე რომ ძაღლის ჯიში. თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებთან ერთად აღბეჭდილი, არ ვიცი. მოდი იყოს მაინც მაგას დავწერ დალმატინელებთან. ოკეი. მას 1 წეგა, ოკეი, მეგარი. შეცვლის ლოგიკაც გასაგებია. ერთ საკოლექციო ჭადრაკში B1, B8, G1 და G8-ზე მდგარი ფიგურები სიმბოლიზირებენ X. ტრადიციისამებრ X მხოლოდ ვაჟები ასრულებენ. დაასახელეთ X-ი. ჭადრაკი კარგად არ ვიცი. B1-ზე რა ფიგურა შეიძლება იყოს? 4 ეტლი G1 B1 B8 და B8-ზე კუთხეში უნდა იდგეს ხო რაღაც 4 ეტლი მდგარი ფიგურები სიმბოლიზირებენ X. ტრადიციისამებრ X მხოლოდ ვაჟები ასრულებენ. 9 ეტლი 4 ეტლი რა სიმბოლიზირებს?
დავუშვათ გონი ხედლებია ხო კუთხეებში P1 P8 ვაჟები ასრულებენ რაღაც სიმღერა ხედარს ხედრულს ხედრები რაღაცა იყოს მხედრული მაგრამ ზუსტად ვერ ხვდები ოკეი ანუ მხედრული ცეკვებია ოკეი ყველა ის განსახიერებს ცეკვას და ვაჟები ასრულებენ ნუ მე უფრო სიმღერა მეკონა მაგრამ ვიზუალურად ცეკვას გავს ხო ნუ ეს კარგი ნორმალური იყო ხო უბრალოდ ხო კარგი იყო შენი ისე ცეკვა ხედრული აღარ მახსოვდა კარგად ნუ ბავშვობაში დავდიოდი მაგრამ მაინც არ მახსოვდა კარგად როებითი ცეკვაც რა თქმა უნდა არსებობს ნუ ხო სიმღერიდან გადავედი უბრალოდ ხო სიმბოლიზირებენ ამ ცეკვას რო სიმბოლიზირებენ რთულ წასმარს ადგენენ ნუ დანარჩენი კარგი იყო შუამდინარულ მითოლოგიაში წარღვნის შემდეგ ქალღმერთმა იშთარმა აღმართა ყელსაბამი ამ დღეთა მარადიული ხსოვნის ნიშნად ბიბლიის მკვლევარმა ზურაბ კიკნაძემ ყელსაბამი შეადარა X დაასახელეთ X-ი ორფუძიანი სიტყვით ახლა სავარაუდოდ პირდაპირ ალუზია ბიბლიიდან რა მოხდა წარღვნის შემდეგ რა გააკეთა ნოემბრი იქ რომ ტრედებს გაატანა რაღაც ხომ გონი რა გაატანა ზეთისხილის რტო ყელსაბამი შეადარა ზეთისხილს დავუშვათ ზეთისხილი ოკეი ზეთი და ხილი ორფუძიანია ზეთისხილი მაგრამ ნუ რატო ზეთისხილს და არა ზეთისხილის რტოს მაგას ვერ ხვდები ნუ პირდაპირ ბიბლიური ალუზია სხვა ვერსია არ მომივა მოდი გავაჩერებ და ზეთისხილს დავაფიქსირებ ცისარტყე ოკეი სამკალა როგორც ნაჩუქარს საფირონის თვალებს არ დავეწოდებ ძველი აღთის იმის წყარღვნა აღარ გამეორდება ეს ნაწილი არ ვიცოდი მე მგონი წვიმის შემდეგ მოდიოდა და წარღვნის მერეც რა ცისარტყელა გამოვიდა ეგ არ მახსოვდა თორე უკეთესი იყო ნუ მე-7 არ დავაფიქრე ნუ მე-7-იც ეს დამატკითხვის ნომერიც 7 ფერო ბაზე ნიშნება ხო ნუ არ ვიცი ეს მარტივი შაბლონი იყო ბიბლიაში პირდაპირ ანალოგი უნდა გვეძებნო მე არ გამახსენდა ცისარტყელას ამბავი ნუ მაგრამ წესით შეცეს მარტივი იყო ორი სიტყვის კაი შემდეგი ათიცამით ორი სიტყვით დაწერეთ თუ რისი ლოგოა გამოსახული დარიგებულ მასალაზე წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე რა ვთქვა რისი ლოგოა გამოსახული თვალია და გასაღები ხო თვალი რომელიც სტილიზებულია გასაღების ფორმით ანუ რა შეიძლება კონდეს ლოგო რომელიც თვალს და სათვალო კამერის რაღაცას აღებს რომელიმე კომპანიის რისი ლოგოა გამოსახული არ ვიცი კარებიდან რო იხედები იმის არ ვიცი რა ქვია მაგას ქვია რამე ორი სიტყვითთან ეს მართლა წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა დაწერო რამე არ ხვდები ლონდონის თვალის ეს არ ვიცი კომენტარს წავიკითხე ერთხელ მეორეზე ცნობილი ატრაქციონი ატრაქციონია
მე ვერ დავინახე ატრაქციონი, ну თორე ახალ თვალი და ატრაქციონი შეიძლება. ანუ ატრაქციონი ვერ დავინახე გასაღების ის მგონი, ну ეს არც ისეთი ყოფილა აუღებელი როგორც მეგონა. თუ თვალი ატრაქციონი ხო უბრალოდ ატრაქციონის დანახვა უნდა მე ვერ დავინახე და ანუ უფრო დაკონკრეტება ზოგადად ესეთ კითხვებზე მგონია რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ რაღაც მიმართულებით რო წაგიყვანოს რა თუ ვერ დაინახავ ატრაქციონს ვერ აიღებ და ვერანაირ მიმართულებით ვერ განავითარე მსჯელობას, ამიტომ ხო რაღაც ცოტა დამატებითი რაღაც ალბათ აკლდა ჩემი აზრით. მიგიჩერდ ჩაიწეროთ. თანამედროვე წიგნის ამერიკელი პერსონაჟი თავს იწონებს, რომ მისი ყველა წინაპარი მხოლოდ ინგლისურად საუბრობდა და ახსენებს მეფეს. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც 500 გამოვტოვეთ. ოკეი, თანამედროვე წიგნის ამერიკელი მისი ყველა წინაპარი მხოლოდ საუბრობდათ მეფეს არ ახსენებს. და მეფესში უნდა ჩავამატოთ 500. Mayflowers საუბრობდათ ხომ იქიდან, ანუ ინგლისიდან ჩამოვიდა მისი ყველა წინაპარი. ეს მარტივი, არ ვიცი, ეს კარგი კითხვა იყო, ხო მეფეც კარგი ამოკლება და ლოგიკა ის არის. ცოტა უნდა იფიქრა ხო ინგლისთან რატო იწონებს თავს, რომ პირველი ამერიკელები იყვნენ მისი წინაპრები. მეათე ანიმეში სამურაი ჩამპლუ ნაგასაკისკენ მიმავალი პერსონაჟები ჭამენ იქს, რის შედეგადაც აღმოჩნდებიან გვამებით სავსე უზარმაზარ ორმოში და სახელად X-ი. სახელი არაფერს მეუბნება, ვიცი რომ ასეთი ანიმე არსებობს. და საკმაოდ ცნობილია ჭამენ X გვამებით სავსე ორმოში. რაც საკოს ხო არ არის და როგორც ატომურ საკოზე მაგაზე მინიშნება და პლუს ჭამენ პლუს ალისაზე ხო არ არის ორმოში რო ვარდებიან, მაგრამ იქ რა უნდა ჭამოს, რას ჭამს აქ ნაგასაკს ხაზი გასმოდა აშკარად რა. ატომური და ბომბა უნდა თამაშობდეს რაღაცნაირად. კარგი ალისა რამს ჭამს, ორმოში აღმოჩნდება რაღაცას ჭამს გონი. აღარ მახსოვს. მაგრამ მაშინ ნაგასაკი რა შუაშია. ну, რახან ნაგასაკი მოდი იყოს უბრალოდ სოკო. ხო, აღმოჩნდებიან, ოკეი. mushrooms. გირჩევთ ჩაიწეროთ. შეფ ანტონიო კარლუჩოს თქმით, ელი მეფეებისთვის, ღმერთებისთვისა და ღორებისთვისაა. აღადგინეთ სიტყვა, რომელსაც ასოებით ჩამოვაკელით. მეფეებისთვის, ღმერთებისთვისა და ღორებისთვის. ანტონიო კარლუჩო სავარაუდოდ იტალიელია, ხო? ელს ჩამოაკლეს რაღაც საჭმელიან სასმელი. ყველას ბრიოში თუ ის არ აქვთ რა იმან როგორ თქვა მარი ანტუანეტამ რაღაც არ აქვთ, პური არ აქვთ პირუშები ჭამანა თუ მოკლედ არ არის. რაღაც სამწერა ხან არის გასმული, ბრეცელი ხო არ არის, ხო ეგეთი პური რო სამი დანაყოფი რახან აქვს. უბრალოდ ანტონიო კარლუჩო არ მოწონს მაშინ ბრეცელი უფრო გერმანული ის არის. სამზარეულოს რა შეიძლება იყოს რაღაც ეგეთი სამდანაყოფიანი რა, რომ სამივესთვის გამოდგებოდეს. ეგეთი არ ვიცი, სამსაფეხურიანი რაღაც. იტალიელი რო არ მომწონს, მაგრამ მაინც ბრეცელი იყოს. კრიოფელი.
ну ღორები ეძებენ ეგ გასაგებია ღორებისთვის ეგ ოკეი უბრალოდ კონკრეტულად აქ სამზე ხაზგასმა არ მომეწონა რაღაც ეგეთი იმას ვეძებდი ну მდიდრული მე კი ბატონ ტრიუფელი ну სოკოს გაგრძელება ოკეი ტრიუფელი ეგ ნორმალური იყო რა სოკოს მოყვა მაგრამ ბევრი კერძი ჯდება რა ღმერთებისა და ღორებისთვის ღმერთებისთვის ну ღმერთებისთვისა და ღორებ ანუ აქ ერთ-ერთი რო არ ყოფილიყო მესამე უფრო შეიძლებოდა იმიტომ რომ რაღაც სამნაწილიანი იმაზე ვფიქრობდი ну დანარჩენი ნორმალური იყო გირჩევთ ჩაიწეროთ 1904 წელს სოციალისტური გაზეთი კვალი აკრიტიკებდა გამოცემა ცნობის ფურცელს რომ ისინი პატივს სცემენ ბურჟუაზიას და ამავდროულად უღიმოდნენ დემოკრატიას როგორც ის აღადგინეთ 400 რომელსაც აღადგინეთ სიტყვა რომელსაც 400 მოვაკელით ну სავარაუდოდ იანუსი ორსახიანები ხართო ოდასე უთხრა რომ ერთი მხრივ ბურჟუაზიას სცემთ პატივს მეორე მხრივ დემოკრატიას ის მოკლედ ეს ძალიან იანუსია ჩემი აზრით ორპირიანი იყო ორსახიანი სიანუსი ну პირველ ტური მარტივი იყო ну მე როგორ თამაშობ მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ ეგ დიდად არ არის საინტერესო რაღაცები შეიძლება უკეთესად რომ ზოგადად ამგონია რომ კარგი ისე იყო კარგი პირველ ტური იყო ნახოთ მეორე ტური როგორ იქნება გავაგრძელოთ ერთი ენციკლოპედიის თანახმად საბავშვო ლიტერატურამ სწორედ მაშინ შეაბიჯა ოქროს ხანაში, როდესაც იქ ის ჩავარდა აქ. გვითხარით ვინ თუ სად? ოკეი. ენციკლოპედია და საბავშვო ლიტერატურა. ოქროს ხანა აქ ოქროზე კონკრეტულად რამე მნიშვნელობა? ვიღაცა ოქროსთან დაკავშირებული. საბავშვო ლიტერატურა. კაი, ну ალისა და ორმა იყოს. პირობითად, მაგრამ ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ოქრო არაფერ შუაში არ არის ალისასთან. ელი ზურმუხტ ქალაქში. ზურმუხტი და ოქრო ხო არ არის. არ ჩავარდნა არ მომწონს. საბავშვო ლიტერატურა. დაწყება, მეორე ტურის დაწყება არ ვიცი. საბავშვო ლიტერატურა სავარაუდოდ ძალიან დიდხანს დაიწყო, მე გრიმებით გაგრძელდა და ოქროს ხანა ალბათ 19 საუკუნე მე-20 გონია. მოდი იყოს ალისა და ორმო, რახან ჩავარდა უბრალოდ, მაგრამ ოქრო არ მომწონს. ანდო კვარტლის სოროში. არ ვიცი ამას ჩათვლიდან თუ არა, მოდი ჩავითვლი რახან. არ ვიცი. წესით ხო ზუსტად ახალ კვარტლს რომ დაზუსტება რომ მეთქვათ არ ვიცი გავხსენებით თუ არა, ალბათ ვერა. მაგრამ მაინც ჩავითვლი რახან. ჩემზე დამოკიდებული ჩავითვალ თუ არა. ну ხო, უბრალოდ აქ ოქრო ძალიან ცუდის, ну გონია რომ სხვა პარი თუ საბავშვო ნაწარმოებიც ოქროზე უნდა იყოს. და ჩავარდნაზე აქ უბრალოდ ვიღაცა სადღაც ჩავარდა, მეტი არაფერი არ გინდა. ბევრი არაფერი არ გახსენდება მანდრა, რომ ვიღაცა სადღაც ჩავარდა, ძალიან მარტივია. იაპონური ლეგენდის თანახმად, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხიდი მხოლოდ ჰიტო ბაშირას რიტუალების აღსრულების შემდეგ აშენდა. ჰიტო ბაშირასთან ერთად ლიტერატურაცოდნე ბელა წიფური ახსენებს ტოპონიმს. დასახელდა ეს ტოპონიმი. ჰიტო ბაშირას. ну სავარაუდოდ ეს სურამია, სურამის ციხე. რახან ბელა წიფურია ქართველია. ვიღაცა მას შემდეგ ციხე და იქაც ხიდი მას შემდეგ გააშენეს სავარაუდოდ, რაც მყარი საძირკველი შეუქმნეს, რით შეუქმნეს,
ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მოდი სურამს დავაფიქსირებ. ოკეი. მე-15 შეკითხვა. ერთი წიგნის პერსონაჟი ზედმეტად თეთრი კანის მქონე მეგობრის X-ებს ადარებს Y-ებს. Y, რომელსაც ხვდები X-ში, სიგრძით მეორეა კონტინენტზე. დაასახელეთ X-ით და Y-ით. კარგი, მეგობრის ნაწნავებს რაღაცა შავს ადარებს X. Y, რომელსაც ხვდებით X-ში, სიგრძით მეორეა კონტინენტზე. რაღაც მდინარე, რომელსაც ხვდებით აფრიკაში დაუშვებით. რაღაცა მდინარე სადღაც ამაზონი, თეთრი კანის კბილებს დაუშვათ. კბილები. ადარებს რას შეიძლება ადაროს? შეადაროს კორდილიერები, ანდები. სიგრძით მეორეა კონტინენტზე. არ ვიცი, თმები, შავი რაღაც. მგონია რომ თმები რაღაცა, არ ვიცი. მგონია რომ თათა სისტემა მდინარე უნდა იყოს უფრო მდინარე, მაგრამ არ ვერ მივხვდი. ვენა მდინარე. ხვდებით X-ში. ოკეი. ადარებს მდინარეს, წითელია, ხო? ეს კარგი შედარება სხვა ქალაქ ვენაში, რომელიც ეს კარგი იყო კონტინენტზე. ოკეი. ცოტა მე-14 ავიღე ეს ვერა. ხო, ეს ცოტა რთული არა, კარგი კითხვა იყო, უბრალოდ. მდინარე გასაგებია, მე უბრალოდ კონკრეტული მდინარის სახელი მეგონა კიდევ რომელიც რაღაცას ნიშნავს. დანარჩენი კარგი იყო, ეს კითხვა კარგი იყო. წინაც კარგი იყო, უბრალოდ წინა უფრო მარტივი იყო. და ეს უფრო კარგი იყო რა. ლოგიკა რთული ქონდა. რთული არა, უბრალოდ ცოტა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაგედგა რა. მე ვერ მოახერხე. ერთი კრიტიკოსი ამ ნამუშევარს ორ ნაწილად ყოფს. ბოძსა და ორ თოქს შორის მოქცეულნი არიან მკვდრები და მომაკვდავი, ხოლო მის მარჯვნივ ინდივიდები, რომელთაც შექმნილი კიდევ შერჩენიათ იმედი. დაასახელეთ ეს ნამუშევარი. ამ ნამუშევარს ორ ნაწილად ყოფს. ბოძსა და ორ თოქს შორის მოქცეულნი არიან მკვდარნი და მომაკვდავი, ხოლო მის მარჯვნივ ინდივიდები, რომელსაც შერჩენიათ ჯერ კიდევ შერჩენიათ იმედი. რომელიმე ცნობილი ნახატი, რომელსაც ეგეთი სიუჟეტი აქვს, რომ ორ ნაწილად ან სამ ნაწილად არის გაყოფილი და ბოძი უნდა იყოს ორ თოქს შორის. ბოძსა და ორ თოქს შორის. წარმოსადგას ბოძი. იყოს ბოსხი, დაუშვათ ბრეიგელი, ეგეთი სიუჟეტები, ინტუიტურად გონია, რომ მაგონიდან ერთ-ერთის ნახატია. დაუშვათ ან სტრიპტიხი რო არ ვიცი რა ქვია. არ ხვდები, იყოს ბაბილონის კოდოზე საერთოდ არ ჩანს ადამიანები, მაგრამ სხვა არაფერი არ მომდის ბაბილონის მედუზას ტივი. ეს რთული იყო, ეს არ ვიცი ზოგადად როგორ უნდა იყო. ამბოდი შევწამეთ, ამას დავაბრუნებ. კაი, ბოძი დავუშვათ რაღაცნაირად გახვედი, რომ ტივია. და მკვდრები და მომაკვდავები. ბევრი ნახატია ეგეთია. სადაც ეგეთი სიუჟეტი. კონკრეტულად ბოძი არა ვიცი, შეიძლება ვერ გაიხსენო ბევრგან. მაგრამ შეიძლება გაიხსენო კიდევაც ან დაუშვა რო არის რა. აქაც რაღაც უფრო ხელჩასაჭირი ფილტრი არის საჭირო ამ პერიოდი ან რაღაც. რო დაუშვათ იმ მიმართულებით წახვიდე და მე დავუშვი ეს ვერსია თუ მოგივა რაღაც არგუმენტებით გამყარ.
ისე ძალიან რთულია რა გეუბნებიან რაღაც ნახატი რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი სიუჟეტურად და პრაქტიკულად ბოძი გაქვს რა უნდა გაიხსენო რომელ ნახატზეა ბოძი რა მე ვერ გავიხსენე ანუ ხო არ ვიცი ალბათ ხატრობა რა შემიძლია მხარ მაგრამ ასე რომ ბოძი გითხრან და პირდაპირ ეს ნახატი გაიხსენო მედუზა სტივი არ ვიცი რთულია მე-17 შეკითხვა თქვენს წინაშეა კადრები მატჩიდან როდესაც ლიონელ მესიმ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობიდან მაინც მოახერხა წვავი გადაცემის გაკეთება აღნიშნულ დაკავშირებულ თან ამასთან დაკავშირებით ახსენებს ერთ ინგლისურენოვან ფრაზას დაასახელეთ ეს ფრაზა ოკეი გამოუვალ მდგომარეობა და რაღაცა მოახერხა გაკეთება ოკეი რანაირად მოხანო ლურჯი და თეთრია ხო გამოროში გარშემორტყმულია ურუგვაის ფეხბურთელებით სავარაუდოდ გვალვარდია ეს ინგლისურენოვანი ფრაზა გამოუვალ მდგომარეობიდან გამოსვლას აღწერს ეგეთი ნუ ფრაზეოლოგიზმი არც მოხსენდება ნუ ოკეი არ ვიცი რაღაც all right ან რაღაც all left ან რაღაც ნუ რაღაც მარცხენა ფეხზე აქვს all right არ ვიცი think outside the box let's see აქედან რო ან გასაჯენოს გარედან რო გამოდის ჯერ ანუ არ ჩანს რომ ეს ახლა ანუ ერთი უწყვეტი კადრის ის არის შეიძლება სხვადან მეგონა ანუ სხვა მონაკვეთიდან შეიძლება იყოს აღებული ის ანუ გამოსა think outside the box გამოუვალ მდგომარეობიდან გამოსვლას რამდენად აღნიშნავს უფრო რაღაც ანუ სტანდარტული სიტუაციით არასტანდარტულად გადაწყვეტოს რა შეიძლება გამოსავალი იყოს მაგრამ შენუკეთესი გამოსავალი ნახო უფრო მაგას აღნიშნავს არაც არასტანდარტულია იმ სიტუაციაში და აქედან არ ვიცი ეს შედარება დიდად არ მომეწონა კომენტატორის და ამიტომ შესაბამისად ვერცავ ესეც რთული იყო ამით ამის დაშვება რომ აქედან გამოვიდა და outside box იფიქრა 1859 წლის ლექსში მისი სიზმარი ომის დასრულების შემდეგ ის კმაყოფილი ასრულებს ნამას და კნიაზის თავის მოკვეთის ბრძანებას გასცემს და სახელით ერთი წუთის შემდეგ ის ომის დასრულების შემდეგ კმაყოფილი ასრულებს ნამას და თავის მოკვეთის ბრძანებას გასცემს ნამაზი ну ნამაზი თუ სავარაუდოდ ვიღაც მუსულმანია სავარაუდოდ მე მგონია რომ ქართული რეალობიდან უნდა იყოს ესეც ინტუიციურად და ну მე მგონია რომ შამილი შეიძლება იყოს მაგრამ რომელი კნიაზი არ ვიცი ილია ორბელიანი უკვე განთავისუფლებულია ამ დროს თვითონ შამილია მგონია ამ დროს უკვე დაპატიმრებულია შეიძლება დაპატიმრებული ბარიატინსკი როდის დააპატიმრო მგონია მაგრამ ალექსი არის დაწერილი ხო ნამ კიდევ ვინ არის ჰაჯი მურატი ვისი სიზმარი შეიძლება იყოს ვინც დავუშვათ მაგ პერიოდში კავკასიაში იბრძოდა
არ ვიცი, იყოს შამილი. იმამ შამილი. Okay. ის შამილის სიზმარი ბრალდა სიზმრება რომ გაიმარჯვა ხო? ეგ ვერ მიხვდი უბრალოდ სხვა პერიოდის ამ პერიოდის კავკასიის ომებში მონაწილე სხვა მუსლიმი სამხედრო ლიდერი რატო არა? ეგეც კითხვა დავუშვათ ჰაჯი მურატი ან ვიღაც რამ ცოტა უფრო მყარი რაღაც რომ შამილზე გაგიყვანს პერიოდი გასაგებია, ნამაზი გასაგებია, მაგრამ კიდევ რაღაც გჭირდება ალბათ. სერიალის პერსონაჟის აზრით მანქანებიც თვითმფრინავები არიან, თუმცა ერთი განსხვავებით და მანქანებს ადარებს X-ებს. ჯერალდ დარელი X-ებს ადარებდა მიმატანებს. დაწერეთ X-ი ერთი სიტყვით. მანქანები თუმცა ერთი განსხვავებით და მანქანებს და ჯერალდ დარელი X-ებს ადარებდა მიმტანებს. ფრენ არ შეუძლიათ. და ჯერალდ დარელი ახლა ნატურალისტი ესავრავთ რაღაც არსებები, რომელთაც ფრენ არ შეუძლიათ. პინგვინები და ჩაცმულობით გვანან მიმტანებს. გავაჩერებ და პინგვინებს დავაფიქსირებ. ეს კარგი კითხვა, შედარება ძალიან კარგია. ფორმით გვანან და ხო უბრალოდ ისიც მოწევს რა. განსხვავება რომ ფრენ არ შეუძლიათ, თორემ მანძილს ფარავენ ალბათ. ეს კარგი იყო ეს ამომწონა. მიუხედავად ისა რომ ცოტა მარტივია და რაღაც, მაგრამ ორივე ნაწილი ძალიან კარგია და მომეწონა. ექსცენტრიკულ სერგო ფარაჯანოვს არ გადააღებინეს ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურას უნდა შეესრულებინა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ნაწარმოები. ექსცენტრიულობა რაში მდგომარეობს სოფიკო კაცის როლი ხარ უნდა ეთამაშა სოფიკოს ჭიაურას და ექსცენტრიულობა მაგაშია. ან რამე ქართული ნაწარმოები. ანუ ექსცენტრიულობა რაში გამოიხატება? მაგას ვერ ხვდები კარგად. სოფიკო ჭიაურას არ ვიცი. შეიძლება სტანდარტული როლი ეთამაშა, ან არასტანდარტული, ხო, ეგორი დაშვება ზოგადად. თუ ექსცენტრიული არასტანდარტული, მაგრამ რომ ბევრი ეგეთი ნაწარმოები. თუ რომელიმე ქართული ნაწარმოები. იყოს ეს სიტყვა ნამჩნევი. იყოს ოსკარ უაილდის სალომონი, არ ვიცი. შვენიკის წამება. რატო არ ამას ვერ მივხვდი კარგად ექსცენტრიულობის გამო, რომ იმას არ გადაიღებდა, ხო, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს რაღაცნაირად გადაიღებდა. მე აქ აქცენტი უფრო სოფიკო ჭიაურაზე მეგონა რაღაც კაცი უნდა ყოფილიყო, და რაღაც ეგეთი უფრო ახლა როლზე უფრო გარი თითქოს ამ კითხვაში ყურადღება გამოხვილებული. მაგრამ ესეც საინტერესო კითხვა არ არის, ალბათ შეიძლება ხო სერგო ფარაჯანოვი და რაღაც ეგეთი ხო ქრისტიანულ ჰაგიოგრაფიული მე მარტივად მოწარეს კარგი კითხვები. მე ვერ გამოიცანე. კომედიური სერიალის სუნაგი პერსონაჟის აზრით, პერსონაჟები პამელა ბიზლი და ჯიმი ერთმანეთს ისევე შეეფარებიან ერთმანეთს, როგორც X-ი და Y-ი. დაწერეთ X-ი და Y-ი.
მოსუნაკი პერსონაჟის ასრით პიზლი სავარაუდოდ როგორც საჭმელები ხო რაღაც ორი საჭმელი რომელიც ერთმანეთს შეეფერება და სავარაუდოდ ეს საჭმელები ამათ სახელს გავს პამელა პიზლი რამე საჭმელს შეიძლება გავდეს პიზლი პამელა პიზლი და ჯემი არ დავუშვათ და პური არ ვიცი სუნაკი თუ საჭმელები ხო ოკეი არ ვიცი მაინც კონკრეტულად რომელი საჭმელები არ ვიცი პირველს პამელა პიზლს ვერცეთ საჭმელთან რომ კავშირები იყოს ჯემი და არ ვიცი არქის კარგი და ჟელი პიჩი პინათ ბატერ და ჟელი და პოპულარული გა არქის და კალაკი და ეს არ ვიცოდი ამერიკული სენდვიჩების ყველაზე პოპულარული კომბინაცია რო თუა შეიძლება მარტივი არა რაღაც პიპი და ჟე ხო სახელებს უკავშირდებათ და საჭმელებია მარტივი ფორმულა ამის გამოსაცნობად დანარჩენი არ ვიცი ჩემი არ ვიცოდი ეს ყველაზე კეთი ცნობილი ინგრედიენტების შესვენია მაგრამ კეთი ცნობილი თუ იყო არ ვიცოდი კივი მარგველაშვილის ნაწარმოებში მუცალი მინდიას უწოდებს ხმაურსა და მძვინვარებას რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ შეკითხვაში სამით ორი სიტყვა ხმაურისა და მძვინვარების ნაცვლად უნდა იყოს რაღაც ხო მუცალი მინდია მუცალი არის ალუდა ხო არის მინდიას უწოდებს გაის ფოლკნერის სხვა ნაწარმოებები აბესალო ბამოსალო აგვისტოს ნათელი რაღაცა რომ მაგრამ ლოგიკურად რომ მინდია არის ვინც ალუდას გაყვება ხო თუ მინდია არის ვინც ალუდას მეწავა და მაინც მოაჭრის ხომ კლავს მუცალს საფლავის შემგინებელი ან რაღაც ეგეც ხო ვისი არის ფოლკნერის არ არის კუდრის რაღაც მინდია ხო ეგ ტიპია რომ მუცალის ალუდას მე რომ გაგზავნიან და მე რომ მაგან მოაჭრა მოდი იყოს მე საფლავის შემგინებელი თუ რაღაც ეგეთი აქვს ფოლკნერის მაგრამ არ ვიცი გვამის შემგინებელი უკვე შეცვლად ცხადი ამას არ ვიცი საფლავის არ არის გვამის შემგინებელია ამას თხოს ნიშანს დავწერე მაგრამ 0.5 რა ალბათ საფლავი არ ჩაითვლებოდა და ამასაც ნოს დავწერ ხო კი ესეც არის ეს ცოტა რთული კითხვა მაგრამ შეცვლად ცხადია მე უნდა ჩამოთვალო რაღაც თუ მესადაგებად კაი თავიდან თუ არ მოგევიდა მე ალბათ როგორც ქენულად უნდა გაიხსენო მინდია ვინ არის სტუმარ მასმენს უნდა რა გააკეთა და მე ეგრე უფრო მოვა რა საბოლოო ჯამში მგონია რომ არ კითხვა ცოტა უფრო რთული და გვამის შემგენებელიც არ არის ძალიან უცნობი ნაწარმოები რა წესით არ ვიცი რა მაღებადი იყო ძალიან თავისუფლად პირველ ლიგაშიც რა უბრალოდ ეს ძალიან სასახაა შეცვლა კაზინო სასარგებელი მასალა 23 კითხვა კაზინოების ქსელმა სახელად ვინდ კრიკ ახალი ფილიალის გახსნა თქვენთვის დარიგებული ფონტოთი და ანონსა ყურადღება შეკითხვა რომელ ქალაქში სავარაუდოდ 23 ანუ ეს ვინდ კრიკ ეგეცა
ამენიშნება და მე მგონი რომ ჩიკაგოა წითელი 23 სავარაუდოდ მაიკლ ჯორდანის ნომერზეა მენიშნება და ვინ ქარების ქალაქიც ჩიკაგოს მეტსახელია დააფიქსირებ ჩიკაგოს ხომ მას 23 გასაგებია ყველაფერი და ბოლო გირჩევთ ჩაიწეროთ ეპიგრამაში სახელადა არტი კარელ ჰავლეჩეკმა დასცინა მხატვრებს რომელთაც სინათლეს ვერაფერი მოუხერხეს. სინათლე კი მათზე განრისხდა და თავად დაიწყო მხატვრობა. აღადგინეთ სიტყვა, რომელსაც 600 ამოვაკელით. ანუ სავარაუდოდ არტში, ხო? კოპირაიტი არ გამოდის. ანუ დასცინა მხატვრებს ვერაფერი მოუხერხეს სინათლეს, ხო? სინათლე კი მათზე განრისხდა და თავად დაიწყო მხატვრობა. სინათლე რო ხატავს, ანუ რას ქვია, რომ სინათლემ დაიწყო მხატვრობა. ნატურით დაიწყეს და შეიძლება ნატურა იყო პირველი კითხვა და ნატურასთან რაღაც ეგეთი ფოტოაპარატი ან რაღაც ეგეთი. ანატურა კინოთეატრი. არ გამოდის არაფერი, მე ვერ ვიხდი ამას. დაგეროდი ამ ფოტოაპარატში რო ჩავსვი, მე აღარ გავყევი. ხო. დაგეროდი. ნახევარი ავიღე, ნორმალური ალბათ რამ. ველოდი რომ ცოტა ესეთი რთული არ პირველი ლიგისთვის ნორმალური პაკეტია. ხო, საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი რომ კარგი იყო, რაღაც პირველი ლიგაში ვინც თამაშს ემონება უნდა მიიღო. რაღაცები არ მომეწონა, რაღაცებს უფრო მეტად დავაკონკრეტებდი და საბოლოო ჯამში სულ ეს არის. კიდევ 22-ში არის ბოლო ტური და რახან 5 ტური ჩავწერე, მე 6 ტურის პირველ ლიგასაც ჩავწერე და დეკემბერში არ ვიცი, დეკემბრის ბოლოს როგორ მდგომარეობაში ვიქნები. ხო, ალბათ ვიქნები და 29 დეკემბერს ნახატლებამდე 2 დღით ადრე რომ ვიღაც სტუმრებთან ერთად შევეცდები ისორი ტურნირი ჩავწერო და ვითამაშო. დანარჩენი რაღაც მე ცოტა გავერთი ამ კითხვების თამაშიც იმედია რაღაც საინტერესო იყო ამაშიც რა და დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე